მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდი მოკლედ. წინა კვირა გავუმაზეთ, მე და გიო აღარ გადავიღეთ ჩვენი ბროდკასტი, რასაც ვიღებდით. ეხლა კომპიუტერთან ვზივარ, ესე ვიღებ და ნაცი ესე გადავიღებ ხოლმე. ჩემ prediction-ის ვიდეოებს, ესე განვიხილავ ხოლმე კარდებს და დღეს მოკლედ განვიხილავთ UFC Mexico-ს კარტს, რომელიც გვაქვს 28 თებერვალს. ანუ შემდეგი კარტი UFC-ს რაც გვაქვს ახლა. დავიწყოთ რა ბევრი ლაპარაკის გარეშე. დავიწყოთ და განვიხილოთ ეს ჩვენი ბრძოლები. სიმართლე გითხრათ, ცოტა უცნაური კარტია რა. ძალიან ფეივორიტები, როგორ თქვა, ძალიან country favorite ბრძოლებია რა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მექსიკელები არიან ამ კარტზე. ანუ გატენილი არის მექსიკელი პროსპექტებით და UFC ცდილობს რომ აი ეს მექსიკის ბაზარი წამოწიოს წინ რა და თან ისეთი მებრძოლები ყავთ ისეთი ოპონენტები ყავთ ამ მექსიკელ პროსპექტებს რომ დიდი ალბათობით უნდა გაიმარჯვონ და ასე ვთქვათ, სინათლის შუქზე უნდა გამოვიდნენ რა. კარტის განხილვას დავიწყებ ზემოდან ქვემოთ, ანუ main fight-იდან დავიწყებ, ბრენდონ მორენოს ჩხუბიდან დავიწყებ, წინაზეც რა, როგორც ვაკეთებდით მე და ჩემი ძმა, ქვემოდან ზევით რომ მივყვებოდით, იმდენს ვლაპარაკობდით პრელიმის ჩხუბებზე, ანუ ისეთ ჩხუბებზე, რომელიც ნაკლებად არის საინტერესო, ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით რა და რო ავდიოდით უკვე თავარ ბრძოლებზე ენერგიაც აღარ გქონდა რა, ბევრი რო გველაპარაკა და ამიტომ გადავწყვიტე დავიწყო ზემოდან ქვემოთ რა. ასე რომ დავიწყებ main fight-ით, რაც გვაქვს ბრენდონ მორენო ლონერ კავანას წინააღმდეგ. თავიდან ბრენდონ მორენოს ყავდა ასუ ამაბაევი, ანუ ასუ ამაბაევთან უნდა ებრძოლა main fight-ი, თუმცა სადღაც ორი კვირის წინ ჩაიხსნა ასუ თავისი ტრამვის გამო და ჩაჯდა ლონერ კავანა. ამ ჩხუბიდან ორ კვირაში ლონერ კავანას ჰქონდა ჩხუბი ბრუნო სილვასთან და ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ იმ ჩხუბიდან ამოსვეს და ჩასვეს ამ ჩხუბში. სხვა ბევრმა მებრძოლმა გამოთქვა სურვილი მორენოსთან ჩხუბზე. ისეთმა მებრძოლებმა, რომლებიც ჩემი აზრით უფრო იმსახურებდნენ მორენოსთან ჩხუბს, ვიდრე კავანა, თუნდაც ჩარლზ ჯონსონი იძახდა, რომ უნდა მორენოსთან ჩხუბი. ბოლო ბრძოლა ჩარლზ ჯონსონს აქვს მოგებული ზუსტად ლონერ კავანასთან, თუმცა ლონერ კავანა აირჩია UFC ჩასვა მორენოსთან და ცოტა უცნაურია, მაგრამ ზუსტად ის ჩარლზ ჯონსონი ჩასვა UFC-მ ბრუნო სილვასთან. ანუ კავანას მაგივრად ჩასვა ჩარლზ ჯონსონი. ბრენდონ მორენო ბეიბი ასასინი 32 წლის, არც თუ ისე მოხუცი სპორტისთვის, თუმცა საკმაოდ გამოცდილი უკვე ამ სპორტში, 2x-ის ყოფილი ჩემპიონი და თავის ჰოუმთაუნში იბრძოლებს, ანუ მექსიკაში არის ჩხუბი. UFC-ს ძალიან უყვარს მორენოს მექსიკაში ჩასმა, იმიტომ რომ ხალხს ძალიან უყვარს ის, ძალიან პოზიტიური პიროვნებაა და ბრძოლის სტილიც ისეთი აქვს, რომ ვერ მოიწყენ მის ჩხუბებზე, ასე რომ ადვილი ვარიანტი იყო მორენოს მთავარ ბრძოლად დასმა. მორენომ ორი თვისინ ჩაატარა თავისი ბოლო ბრძოლა ტაცურო ტაირასთან, რომელშიც დამარცხდა და აღსანიშნავია ის, რომ მორენო არ გავდა თავის თავს იმ ჩხუბში. სიმართლე გითხრათ, დიდად არ მომეწონა მორენოს გამოსვლა, უფრო მეც ველოდებოდი მისგან. სქრემლებში რაშიც ტაცურო ტაირა მას ითრევდა. წესით არ უნდა ყოფილიყო ისეთი ძნელი მორენოსთვის, როგორც აღმოჩნდა იმ ჩხუბში. ძალიან გაუჭირდა მორენოს გამოძრომა სხვადასხვა პოზიციებიდან, რაც ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ მორენოს ორჯერ აქვს ნაჩხუბი პანტოჟასთან და პანტოჟასთან ბევრად უფრო კარგად ახერხებდა ამ გრეპლინგის სიკვენსებში მოძრაობას და ტაცუროსთან უფრო გაუჭირდა რა ამის თქმა მინდა. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ ძალიან მაგრა გამოიყურებოდა იმ ბრძოლაში ტაცურო ტაირა. გვაჩვენა თავისი განვითარება, თავისი წინა ბრძოლებიდან ძალიან სწრაფი იყო, დგომშიც ძალიან მაგრა ედგა მორენოს, რასაც ნადად არ ველოდებოდი. გრეპლინგი და ჭიდაობა ხო უმაღლესი დონე აქვს, ისედაც ვიცოდით ეს და ვიცით რომ უკვე 12 აპრილს ტაცურო ტაირას აქვს ქამარზე ჩხუბი
ვანთან, ჯოშუა ვანთან ჩაუნიშნეს და წინასწარ ვიტყვი თუ იგივენაირად გამოვა, დაცურო ტაირა როგორც მორენოსთან გამოვიდა, მგონია რომ მას უეჭველი მოუგებს რა მაგ-ჯგუფს. მეორე მხარეს ყავს ლონერ კავანა 26 წლის ახალგაზრდა მებრძოლი, სულ 10 ბრძოლით, 9-1-ზე რეკორდით, ბევრად გამოუცდელი მორენოსთან, თუმცა უმაგრესი ფაითინგ სტაილით, ძალიან მაგარი ხელებით, ძალიან მაგარი ჭიდაობით. ეს ის ბიჭია, რომლის ბრძოლასაც ყოველთვის უყურებ, ვისთანაც არ უნდა იჩხუბოს და როცა არ უნდა იჩხუბოს, იმდენად სანახაობრივია და იმდენად მაგარი სტილი აქვს, რომ ანუ ვერ მოიწყენთ რა მის ბრძოლაზე. ძალიან მაგრა ჭიდაობს, ძალიან მაგარი ხელები აქვს, უყვარს სპინინგ კიკები, გამიქსვა უყვარს თავისი სტილის ძალიან და ცდილობს, რომ თავისი იმეტოქე დაჩქროს ჭიდაობით და მერე დგომში დაშალოს. ძირითადად ესე აკეთებს ხოლმე. UFC-ს გარეთაც ამას აკეთებდა და UFC-შიც ამას აკეთებს. მას ბოლო ბრძოლა მარცხი აქვს ზუსტად იმ ჩარლზ ჯონსონთან, რაც ვახსენე, თუმცა უნდა ვთქვა, რომ იმ ბრძოლაში ლონერ კავანა პირველ რაუნდში გამოიყურებოდა როგორც ჩემპიონი, ძალიან მაგარი პირველი რაუნდი ჩაატარა, მეგონა რომ აი გადაუვლიდა ჩარლზ ჯონსონს, მაგრამ დაიღალა მეორე რაუნდში. ძალიან კაი გეგმით იყო ჩარლზ ჯონსონი იმ ჯგუფში, თავისი კუთხიდანაც ისმოდა ხმები ბრძოლის დროს. კუთხე უყვიროდა ჩარლზ ჯონსონს, რომ დაიღლებაო, მიაწექიო და მართლაც ეგრე მოხდა. დაღალა მოკლედ მეორე რაუნდი სადღაც შუაში უკვე დაღლილი იყო, იმიტომ რომ იმდენად არ მუშაობდა კავანას ჭიდაობა, როგორც დარწმუნებული ვარ, როგორც ის ელოდა მას, როგორც გეგმაში ქონდა. ეგ კი არა, აქეთ ეჭიდავებოდა ჩარლზ ჯონსონი წარმატებითაც მოახერხა მისი ჩაყვანა რამდენჯერმე. და მოკლედ დაიღალა იმ ბრძოლაში. ეგ იყო იმის ფაქტორი, რომ საბოლოოდ დაიჭირა ძალიან მაგარ სუფთა დარტყმაზე ჩარლზ ჯონსონმა ლონერ კავანა და გათიშა მოკლედ მეორე რაუნდში. ამ დაპირისპირებაში მე ვფიქრობ, რომ UFC-მ ძალიან დაფუშა ეხლა ლონერ კავანა, ცოტა მისთვის ადრე არის მორენოსთან ჭუბი, შეძლოთ UFC-ს სხვა ბევრი მებრძოლი მიეცა მისთვის, თუნდაც ტოპ 10-დან, იქიდან გამომდინარე, რომ ნომერ 6-ე არის ბრენდონ მორენო ფლაივეიტში, კავანა კი ტოპ 20-შიც არ არის, ტოპ 15-დან ან ტოპ 20-დანაც რომ მიეცათ კაცი, კავანასთვის, რა ვიცი. როგორც ჩანს UFC-ს არ უნდა ესე ნელ-ნელა მისი გაზრდა და პირდაპირ მისცა ესე დიდი ტესტი რა. წინა ჭუბი მორენოს დაცურო ტაირასთან რო არ ეჭუბა, აი ამ ბრძოლაში არანაირ შანსს არ მივცემდი კავანას რა. თუმცა აი ეს წინა ჭუბი მორენომ ისე იჭუბა, რომ მგონია ოდნავ შეეტყო აი ეს ამდენი ბრძოლაში ამდენი წლები. ფიქრობ ეს ის მორენო არ არის, ვინც აი 3-4 წლის წინ ყავდა რა. სტილებს რაც შეეხება ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ვილაპარაკე, ფიქრობ კავანა არ შეცვლის თავის სტილს და გააკეთებს იგივეს, რასაც სულ აკეთებს. ანუ შეეცდება გამიქსოს თავისი სტილი, ეჭიდაოს კიდევაც და დგომშიც აქტიურად თავიდანვე პირველივე რაუნდიდან აქტიურად დაიწყოს ბრძოლა მორენოსთან. რაც მგონია რომ კარგი გეგმაა, ფიქრობ ლონერ კავანას ექნება შანსი თავიდანვე თუ დაიჭირა რამეზე მორენო, მაგრამ არ მგონია დიდი შანსი იყოს ამისი მაინც და რაც უფრო ბრძოლა გაგრძელდება, მეორე რაუნდში თუ ჩარლზ ჯონსონთან ესე დაიღალა კავანა, რავი, აი 5 რაუნდიანი ჭუბია ეს და მე-4 რაუნდამდე თუ მივიდა, ძალიან დაღლილი იქნება უკვე კავანა. და საბოლოოდ იმას ვფიქრობ, რომ აი მორენო თავის 80% მაინც თუ იქნება, ფიქრობ არ დაფინიშდება თავიდან და ბოლო რაუნდებში უნდა მოუგოს რა. წესით უნდა მოუგოს ჩემი აზრით. ბრენდონ მორენო უნდა მოუგოს კავანას. გადავიდეთ შემდეგ ჭუბზე ქომეინ ივენტზე, რაც გვაქვს მარლო ჩიტოვერა, დავით მარტინეზის წინააღმდეგ, ეკვადორელი მექსიკელის წინააღმდეგ. დავით მარტინეზი არის პირველი მექსიკელი პროსპექტი ამ ქარზე, რომელსაც განვიხილავთ. იმას უკვე ორი ბრძოლა აქვს ჩატარებული UFC-ში, არის 27 წლის და რეკორდი აქვს 13-1-ზე. ის ერთი მარცხი არის UFC-ს გარეთ. ბოლო ჭუბი მას ჰქონდა რობ ფონთან, რომელიც decision-ით მოიგო და
ძალიან კაი ჩხუბი იყო, ძალიან კარგად ედგა, დგომში გაიმართა ის ბრძოლა, რობ ფონტი ვიცით, რომ ძალიან მაგარი მოკრივეა. დეივიდ მარტინეზი ძალიან მაგრად დაუდგა დისტანციაზე რობ ფონტს და 3 რაუნდი პირწმინდად მოუგო. მარტინეზი არის უფრო სტრაიკერი, უყვარს დგომში ბრძოლა. ტიპიური მექსიკური სტილი აქვს. ძალიან კარგი კონტრდარტყმელია რა. ხოლო ჩიტოს რაც შეეხება, ჩიტო არის ვეტერანი UFC-ში. გამარჯვებაც აქვს ნაჩხუბი ომალისთან და ზუსტად აი მაგ ომალისთან მარცხის შემდეგ იწყება ჩიტოს 3 ბრძოლიანი losing streak-ი, ანუ 3 ბოლო 3 წაგება აქვს ჩიტოს. და სიმართლე გითხრათ, ეს ბოლო 3 ჩხუბია, ძალიან ცუდად გამოიყურება, ძალიან აღარ მომწონს ჩიტოს სტილი. იყო დრო, როცა ხალხი ჩიტოს ბრძოლებს ელოდებოდა ძალიან, მაგრამ და ჩიტოც ისე ჩხუბობდა, რომ ვერ გამაზავდი ჩიტოს ჩხუბებს, ძალიან სანახაობრივი იყო ყოველთვის. თუმცა, აი ეს როგორც თქვი, ეს ბოლო ჩხუბებია, აღარაფერს აღარ აკეთებს რა. დგას და აი თითქოს სპარინგობს ხალხთან რა. თან ძალიან გამძლე არის, ანუ ჩიტოს დაფინიშება თითქმის შეუძლებელია. და აი უბრალოდ ერთს დაარტყავენ, მერე თვითონ უბრუნებს, ერთს დაარტყავენ, მერე კიდევ უბრუნებს და ესე რაღაც ძალიან არასანახაობრივ ჩხუბობს და მერე ქულებით რო აგებს, სულ გაბრაზებულია რა და ძალიან უცნაურია ჩიტოს კარიერა, როგორც განვითარდა. ჩიტოც არ არის ასაკი დიდი 33 წლისა, მაგრამ აი როგორც მორენოს და კავანას შემთხვევაში, ჩიტოსაც უდიდესი გამოცდილება აქვს UFC-ში უკვე ძალიან დიდი ხანია UFC-ში ასპარეზობს. თუმცა მორენოსგან განსხვავებით არ მგონია ამ ბრძოლაში ჩიტოს დაეხმაროს ეს გამოცდილება, არ მგონია დიდად დაეხმაროს უფრო სწორად დეივიდ მარტინესთან. მგონია რომ დეივიდ მარტინეზი დგომში აი ზუსტად რასაც აკეთებს ხოლმე, დისტანციაზე დაუდგება და კონტრის შეტევებით 3 რაუნდს დესიჟენით მოუგებს. იმის თქმა დამაუწყდა რომ მორენო ფეივორიტი იყო, ფეივორიტი აუირჩიე და დეივიდ მარტინეზიც ფეივორიტი იყო. სიმართლე გითხრათ, რაც გადავხედე ბრძოლებს და რაც ვნახე, ყველა ბრძოლაში არის ერთი დიდი ფავორიტი და მეორე ძალიან დიდი ანდერდოგი რა. და ყველა ფავორიტი აუირჩიე ამ კარტზე, ანუ სულ მიყვარს ხოლმე, ვცდილობ ხოლმე რომ ანდერდოგები გავწურო, მაგრამ მე მგონი პირველი შემთხვევაა რომ უბრალოდ ვერა რა, ანუ მგონია რომ ფავორიტები გაიმარჯვებენ ამ კარტზე. შემდეგი ჩხუბი გვაქვს დენიელ ზელჰიუბერი, ბობი კინ გრინის წინააღმდეგ. დენიელ ზელჰიუბერი მექსიკელი პროსპექტი, რომელიც თავისი ბოლო ბრძოლები არ თუ ისე კარგად გამოიყურება, თუმცა მაინც ძალიან ახალგაზრდაა, 26 წლისაა და ძალიან დიდი როა რომ განვითარდეს რა. ზელჰიუბერმა თავისი ბოლო ბრძოლა წააგო მაიკლ ჯონსონთან, მახსოვს უდიდესი ფავორიტი იყო და ყველა ფიქრობდა რომ მოუგებდა დენიელ ზელჰიუბერი, მაგრამ მაიკლ ჯონსონი, როგორც ვიცით, ძალიან გამოცდილი, უმაგრესი ხელებით, უსწრაფესი ხელებით, დესიჟენით დაამარცხა ზელჰიუბერი, ყველასგან გასაკვირად. ხოლო იმის წინ ესტებან რიბოვიჩთან აქვს წაგებული. ეს იყო როგორც მახსოვს სფეროში იყო სექტემბერში, მერაბ მაროქამარი მოიგო, იქ სპლიტით წააგო, სპლიტ დესიჟენით, მაგრამ ძალიან მაგარი ჩხუბი იყო, ძალიან მაგარი ჩხუბი დადეს, მე მგონი fight of the night იყო და ჩხუბი მაგ კარტზე რა. ანუ ეგ წაგება კიდე იმდენად ისეთი ცუდი არ არის, როგორც მაიკლ ჯონსონთან რა, ჯონსონმა მაგრაცემა. კოდაუნიც მიცა. აი მენა ბავშვი ვიცემა რა. და ზუსტად მსგავსი матჩაპი შეიძლება ჩანდეს როგორც მსგავსი матჩაპი ესეც, იმიტომ რომ გრინიც არის ვეტერანი, საკმაოდ სწრაფი ხელებით როგორც ჯონსონი და ძალიან დიდი გამოცდილებით როგორც ჯონსონი. ეს ბრძოლა არის კიდევ ერთი ტესტი ზელჰიუბერისთვის და ვნახავთ რამდენად განვითარდა თავისი წინა ბრძოლიდან და ვნახავთ თუ დაამარცხებს ბობის. საინტერესოა რომ ძალიან დიდი ფავორიტია კიდე ზელჰიუბერი დაპირისპირებაში. ფიქრობდი, ძალიან ბევრს ფიქრობდი ამ матჩაპზე, რაღაც მომენტში ბობისკენ ვიხრებოდი ცოტათი, მაგრამ ვენდობი დანიელ ზელჰიუბერს, ძალიან კაი ახალგაზრდაა და ბრძოლიდან ბრძოლამდე უნდა განვითარდეს რა. ხოლო მეორე მხარეს ბობი გრინი საკმაოდ ასაკშია შესული, 39 წლისაა, თუმცა
მაინც ასე თუ ისე კარგად გამოიყურება. ლენს გიბსონთან აქვს ბოლო ჩხუბი მოგებული სპლიტით, მაგრამ მოუგო საკმაოდ დამაჯერებლად ჩემი აზრით ბელატორიდან გადმოსული ლენს გიბსონი დახვდა და ჩაუტარა მასტერკლასი. მანამდე ორი ბრძოლა აქვს წაგებული, აი რუფისთან გვახსოვს რაც მოუვიდა და მაგის წინ არის პედისთან. პედი და რუფი მაინც ტოპ 10 არის lightweight-ის და არ არის მაინც ისეთი რაღაც საგანგაშო წაგებები, თუმცა დაფინიშდა ორივე ბრძოლაში. კაი, მოკლედ ბევრი რო აღარ ვილაპარაკო, ზელჰუბერს ავირჩევ, ჩემი პიკი იქნება კიდევ ერთი ფეივორიტი ზელჰუბერი. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ვფიქრობ შეიძლება გრინმა იგივე მასტერკლასი ჩაუტაროს, რაც მაიკლ ჯონსონმა გაუკეთა თავის წინა ბრძოლაში ზელჰუბერს. შემდეგი დაპირისპირება გვაქვს ედგარ შაირეზი ფელიპე ბუნეზის წინააღმდეგ. კლასიკური მექსიკელი ბრაზილიელის წინააღმდეგ. ედგარ შაირეზი არის კიდევ ერთი მექსიკელი პროსპექტი, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი მექსიკური სტილი. უყვარს თავისი ოპონენტის გაცვლებში ჩათრევა და შემდეგ აი ამ არეულობაში ან ნოკაუტის მოპოვება ან საბმიშენის. არ არის დიდი მოჭიდავე, თუმცა ძალიან კაი გრეპლინგი აქვს, ანუ საბმიშენები აქვს ძალიან კარგი, როგორც ჩანს ჯიუ-ჯიტსუ იცის კარგად, თუმცა დიდი ჭიდაობით არ გამოირჩევა, ანუ თვითონ არ არის ხოლმე ინიციატორი ჭიდაობის, თუმცა თუ მას ეჭიდავებიან, აი გილიოტინაზე უყვარს გილიოტინა და ქვემოდანაც თუ ზურგზე აღმოჩნდა უყვარს არმბარები და ტრაიანგლების შეკვრა. საკმაოდ მსგავსი სტილი აქვს თავის ოპონენტსაც, ფელიპე ბუნეს, რომელიც ოდნავ ალბათ უფრო ინიციატორია ჭიდაობის, თუმცა იგივენაირად დგომში უყვარს გაცვლები და ძირს გრეპლინგი ძალიან მაგარი აქვს. რო ჩავხედოთ მის რეკორდს, დავინახავთ ორი ჩხუბის წინ, არმბარით აქვს მოგებული, ზურგიდან აქვს არმბარი გაკეთებული, ანუ ძირს იყო თავისი ოპონენტი ჟოზე ჯონსონი ზევიდან იყო და ქვემოდან ცდილობდა რამდენჯერმე ცადა არ გამოვიდა და ბოლოს მაინც დაიჭირა არმბარზე. ნახოთ რომელიმე თუ შეეცდება ჭიდაობას ამ დაპირისპირებაში. საინტერესო იქნება გაცვლები გრეპლინგში, დიდი იმედი მაქვს რომელიმე შეეცდება ჭიდაობას, რათა ვიხილოთ გრეპლინგის გაცვლები. სკილ თუ სკილ რო შევატაროთ, აი დგომი, ჭიდაობა და გრეპლინგი. დგომში უპირატესობას მივცემდი შაირეს, ჭიდაობაში მივცემდი ბუნეს და გრეპლინგი არის ერთ დონეზე რა, ერთ დონეზე მივცემდი, ანუ ძალიან თანაბარი არის, მაგრამ დგომში მგონია რომ შაირეზი ძალიან დაჩაგრავს. დგომში ბევრად დიდი უპირატესობა აქვს, ჩემი აზრით შაირეს, ვიდრე თქვათ აი ბუნეს ჭიდაობაში შაირესთან. არ გაგიკვირდებათ და ფავორიტია შაირეზი, როგორც ყველა მექსიკელი ამ ქარზე და ჩემი პროგნოზი იქნება რომ შაირეზი დაამარცხებს ბუნეს. დიდი იმედი მაქვს ფინიშით. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე. გვაქვს კიდევ ერთი flyweight-ების დაპირისპირება. ძალიან ბევრი flyweight ბრძოლა არის ამ ქარზე და ძალიან კაია, მე ძალიან მიყვარს flyweight-ები. flyweight დივიზიონი არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დივიზიონი. იმანუელ როდრიგეზი კევინ ბროხასის წინააღმდეგ, მექსიკელი ახალგაზრდა 26 წლის იმანუელ როდრიგეზი, რომელიც მოდის ეხლა უკვე დანა ვაიტის კონტენდერების სერიიდან, პირველი რაუნდის ფინიშით მოდის. თუმცა მაქამდე Ultimate Fighter-შიც იყო, კორმიეს ქვეშ არის, ანუ კორმიესთან ვარჯიშობს, თუმცა არ არის მოჭიდავე. მაგრამ ჭიდაობს ეხა იქიდან გამომდინარე რომ კორმიეს ქვეშაა, DC ასწავლის ჭიდაობას, მაგრამ ამბიც აქვს ძალიან მაგარი ხელები, ძალიან მაგარი სტრაიკინგი აქვს, ძალიან ფეთქებადია. Ultimate Fighter-ის ფინალში აქვს წაგებული split decision-ით, თუმცა აღსანიშნავია ის რომ ეგ ბრძოლა იყო ალბათ ყველაზე საუკეთესო მის კარიერაში. ანუ მისი ერთადერთი მარცხი რაც აქვს იყო საუკეთესო ბრძოლა. ჩემი აზრით არ წაუგია ეგ ჩხუბი. სამარცხინოც არ არის ისეთი წაგება აქვს, იმიტომ რომ ჯოზეფ მორალესთან აქვს წაგებული, რომელიც არის მონსტრი, უმაგრესი მებრძოლი. აგერ უკვე ორი ბრძოლა აქვს UFC-ში ჩატარებული, რაც Ultimate Fighter-ი მოიგო და ორი ფინიში აქვს. ალი ბიდრისი ტრაიანგლით დააფინიშა და მატ შნელი გილიოტინათი დააფინიშა.
ასე რომ ეგ მარცხი ბევრს ცუდს არაფერს არ ნიშნავს რა იმანუელ როდრიგეზისთვის. ხოლო მეორე მხარეს გვყავს კევინ ბორხასი, საკმაოდ გამოცდილი UFC-ში უკვე პერუელი მებრძოლი, 10-4-ზე რეკორდით. 28 წლისაა ბორხასი, არც არ არის ძალიან დიდი თავის ოპონენტთან შედარებით და საკმაოდ კარგი სტრაიკერია. ჯოშუა ვანთან აქვს ეხლანდელ ფლაივეიტის ჩემპიონთან აქვს მარცხი, თუმცა იმ ბრძოლაში პირველ რაუნდში ძალიან კარგად გამოიყურებოდა, პირველი რაუნდი მოუგო ჯოშუას, მაგრამ მეორე რაუნდში ცოტა დაიღალა და მერე აუკრიფა და მეორე და მესამე რაუნდი უკვე წააგო ჯოშუასთან. ბორხასი ძალიან გამოცდილია თავის მეტოქესთან შედარებით და ვფიქრობ, რომ შანსი აუცილებლად ექნება, რომ დაამარცხოს ის ზუსტად აი ამ თავის გამოცდილებით, მაგრამ ძალიან გაუჭირდება, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი რაც გონით მოდის ეს იმანუელ როდრიგეზი, თან ახლა უფრო დიდი დრო აქვს ჭიდაობაზე დათმობილი, რაც ალბათ ყველაზე ნაკლებად გამოსდის და ჯერ კიდევ ახლა ვითარდება რა. ასევე დიდი ფავორიტია იმანუელ როდრიგეზი კევინ ბორხასის წინააღმდეგ და ჩემი პროგნოზი იქნება, რომ იმანუელ როდრიგეზი გადაწყვეტილებით დაამარცხებს კევინ ბორხას. შემდეგი ბრძოლა გვაქვს სანტიაგო ლუნა ანხელ პაჩეკოს წინააღმდეგ. სანტიაგო ლუნა მექსიკელი პროსპექტი 7-0-ზე ბალანსით. ერთი ბრძოლა აქვს UFC-ში წინა მექსიკის ქარზე, short notice-ზე ჩასვეს და პირველი რაუნდის ფინიში აიღო ნოკაუტით. ძალიან მაგარი სტრაიკერია და ერთ-ერთი ალბათ ყველაზე დიდი პროსპექტი მექსიკელი. 21 წლის ბიჭია, ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ძალიან ჩამოყალიბებული MMA-ში, ძალიან მაგარი სტილით და ებრძოლება 34 წლის ანხელ პაჩეკოს, რომელიც არავინ არ იცის რატო არის UFC-ში, იმიტომ რომ აქვს ერთი ბრძოლა UFC-ში 2 წლის წინ ჩატარებული მარცხი აქვს decision-ით და საინტერესოა ის რომ UFC-ში როგორც აიყვანეს, ეს იყო ის რომ კონტენდერებში ჭუბა, წააგო, მაგრამ decision-ით წააგო და იმდენად გამძლე იყო, ანუ იმდენად გაუძლო დარტყმებს, რომ დანა ვაიტმა ვინც მოიგო, დანი სილვასაც მიცა კონტრაქტი და პაჩეკოსაც მიცა. დებიუტში გამოაჩინა კიდევ ის, რომ უბრალოდ ამტანია, ერთადერთი რაც აქვს ანხელ პაჩეკოს არის ის, რომ ამტანია, ანუ სხვა სკილი მე ამ კაცის ვერაფერი ვერ დავინახე და UFC-ში არის ჩემი აზრით იმისთვის, რომ აცემინონ ვიღაც პროსპექტებს რა და ზუსტად მაგიტო ეჩხუბება ახლა ლუნას. წინა ბრძოლებში უძლებდა დენი სილვასაც გაუძლო და კალონ ლოგრენსაც გაუძლო, მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი იყო, როცა ფინიშდებოდა იმ დაპირისპირებაში, მაგრამ აი ბოლო მომენტში მაინც ფხიზლდება რა, ბარბაცებს და მერე ფხიზლდება და აი ლუნა მგონია რომ მიყვება უკვე არ მისცემს იმის საშუალებას, რომ თავი აღიდგინოს რა. მოკლედ ეს არის უმარტივესი პროგნოზი, ამას ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება, არც ბევრი ფიქრი არ ჭირდება. სანტიაგო ლუნა აუცილებლად დაამარცხებს ანხელ პაჩეკოს. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რომელიც არის კიდევ ერთი no-brainer-ი, ანუ რაღაც ძალიან უცნაური მებრძოლით შედგება ეს დაპირისპირება, რომელიც არის ვინც არის ჟოზე მედინა. მას აქვს 4 ბრძოლა UFC-ში და 4-ვე მარცხი, ანუ 3 ბრძოლა აქვს, მაგრამ ის ერთი პაჩეკოს მსგავსად რაც ვილაპარაკე აქ კონტენდერ სერიაში, თუმცა მარცხი და მარცხით აქვს კონტრაქტი მოპოვებული. 3 რაუნდი იცემა და რახან გამძლე იყო და კარგად იცემა, მაგიტო არ ვიცი. არ ვიცი, ალბათ მაგიტო აქვს კონტრაქტი მოპოვებული რა. მაგის შემდეგ UFC-ში მოვიდა და ჯერ საკარი რისთან წააგო. შემდეგ წააგო ატება გოტიესთან და ბოლოს დუსკო ტოდოროვისთან აქვს წაგებული. და მისი მეტოქეა რაიან განდრა 8-1 რეკორდით, ბრაზილიელი მონსტრი, რომელიც დებიუტს გააკეთებს. წინა წელს ჰქონდა დანა ვაიტის კონტენდერ სერიებში ბრძოლა მას, რითიც მოიპოვა UFC-ს კონტრაქტი. და ეხლა პირველი ბრძოლა იქნება UFC-ში და აუცილებლად გადავუვლის ჟოზე მედინას. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ ჩხუბზეც
ძალიან დიდი ფეივორიტია რაიან განდრა და მედინა იგივე სახის მებრძოლია UFC-ში, როგორც პაჩეკოა. მას იყენებენ, რომ პროსპექტებს რეკორდი გაუზარდო. გადავიდეთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რაც გვაქვს უკვე ქალების დაპირისპირება, პირველი ქალების დაპირისპირება, მეისი ჩიასონი აილინ პერეზის წინააღმდეგ. აილინ პერეზი ვიცით არგენტინელი მებრძოლია, რომელიც გამოირჩევა თავისი ჭიდაობით. ვინინგ სტრიქზე არის აილინ პერეზი და აი გდებები აქვს ამ გოგოს ძალიან მომწონს. ძიუდო სტილის გდებები გამოდის ძალიან კარგად აილინ პერეზს და კლასიკური ჭიდაობაც იცის, არის 31 წლის და მიიწევს ნელ-ნელა ქამრისკენ, მოკლედ. მისი მეტოქე იქნება მეისი ჩიასონი, რომელიც 34 წლის მებრძოლია, უკვე შედარებით ასაკიანი გახლავთ მეისი. მას ბოლო ორი ბრძოლა აქვს წაგებული,იანა სანტოსთან და კეტლინ ვიერასთან. არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა ბოლო ბრძოლებში, უკვე თითქოს უკვე ძალიან დაბერებული ჩანდა ჩემი აზრით, მაგრამ მას აქვს 15 სანტიმეტრიანი უპირატესობა აილინ პერესთან, რაც შეიძლება ადვილად გამოიყენოს თავის სასიკეთოდ. თუ დატოვა ეს ბრძოლა დგომში, რა თქმა უნდა, მაგრამ არ მგონია მოახერხოს. ჩემი აზრით აილინ პერეზი იქნება ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული. შემდეგი ბრძოლა არის კრის მოუტინიო კრისტიან კუინიონეზის წინააღმდეგ. კრისტიან კუინიონეზი მექსიკელი მებრძოლი, მოუტინიო პორტუგალიელი. მოუტინიო ალბათ ყველას ახსოვს თავისი ბრძოლიდან, რომელიც მას ჰქონდა ომალისთან. 3 რაუნდის განმავლობაში თავი რო გაუხია ომალი, ძალიან მაგრა როცემდა, მაგრამ რო ვერ აფინიშებდა, თუმცა ბოლოს მაინც გააჩერა ჰერბდინმა. შემდეგ გავიდა, გააგდეს, ანუ გაუშვეს UFC-დან. და საინტერესოა, რომ 4 ბრძოლა ზედიზე აქვს მოგებული ზუსტად აი ამ UFC-ს გაშვების შემდეგ. დაბრუნდა შემდეგ ისევ UFC-ში და არც თუ ისე სახარბიელო მატჩაპი გაუკეთეს შემოსვლის შემდეგ. ველმეიკერთან აქვს ბრძოლა და პირველ რაუნდში ველმეიკერმა გათიშა ის ულამაზესი მარჯვენა ჰუკით. UFC კიდევ აძლევს შანსს კრის მოუტინიოს, ანუ არ გაუგდია ეხლა. და ეხლა იქნება შანსი გამოაჩინოს თავისი თავი კრისტიან კუინიონესთან, რომელიც არის დგომის მებრძოლი, უყვარს სტრაიკინგი, ბოლო ორი ჩხუბი წაგებული აქვს კუინიონეს, მაგრამ აქვს წაგება ჰაუნი ბარსელოსთან, რომელიც ჩხუბშიც თავიდან კარგად გამოიყურებოდა, ჰქონდა წარმატება იმ ბრძოლაში, დგომში კარგად ედგა და აზიანებდა ბარსელოს, თუმცა შემდეგ მაინც დაიჭირა ბარსელოსმა და რიარ ნეიქედით დაასაბმიშენა. ხოლო მის წინ კიუნგ ჰოკანგთან აქვს წაგებული და მსგავსად ბარსელოსთან იმ ბრძოლაშიც ჰქონდა წარმატება თავიდან კუინიონეს და შემდეგ ზუსტად რიარ ნეიქედით აქვს ეგ ბრძოლაც წაგებული რა, ანუ ამ კაცის სისუსტე არის უკვე გრეპლინგში საბმიშენები, რაც არ მგონია რომ მოუტინიომ შეძლოს და თავზე მოახვიოს მას. ვფიქრობ კუინიონესი შეეცდება ამ ბრძოლის ფეხზე დატოვებას და თუ დგომში მოახერხა და გააჩერა ეს ბრძოლა დგომში, მოუტინიოს მგონია აუცილებლად დაამარცხეს კუინიონეზი. შემდეგი დაპირისპირება გვაქვს ბენთემოიტების ხავიერ სილვა, დუგლას სილვა დე ანდრაჟის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში არ გვყავს მექსიკელი, თუმცა გვყავს კოლუმბიელი, რომელიც დებიუტს გააკეთებს UFC-ში. არის 32 წლის მებრძოლი, 22-5-ზე რეკორდით, საკმაოდ გამოცდილი უკვე UFC-ს გარეთ. მეორე მხარეს და სილვა 40 წლის უკვე ბენთემოიტისთვის უკვე საკმაოდ ხანში შესული მებრძოლი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჯერ კიდევ კარგად გამოიყურება, ანუ სისწრაფე არ აქვს დაკარგული ძალიან, იმიტომ რომ წინა ჩხუბი მასოს მაილს ჯონსთან მარცხი აქვს, მაგრამ კარგად გამოიყურებოდა, კაი ჩხუბი ჩაატარა, 29-6-ზე რეკორდით, ისიც ძალიან გამოცდილი UFC-ში. ეხლა ვნახე და და სილვა მეგონა ფავორიტი, მაგრამ როგორც ჩანს ანდერდოგია ამ დაპირისპირებაში. და თავიდან რაც თქვის, რომ ყველა ფავორიტს ვირჩევდი, უნდა შევცვალო, იმიტომ რომ ჩემი აზრით და სილვა გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. შემდეგი დაპირისპირება გვაქვს ქალების, რომელიც დღეს შეიცვალა. ერნესტა კარანკატის უნდა ეჩხუბა სოფია მონტენეგროსთან, რომელიც ამოვარდა და ზუსტად დღეს რეჯინა ტარინი ჩაჯდა 21 წლის გოგო 7-0-ზე რეკორდით, რომელიც არის მექსიკელი, ჯერ არ არის ცნობილი ფავორიტი რომელია, თუმცა ვივარაუდებ რეჯინა იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ მექსიკელია და თან დამომარცხებელი, ანუ ამ გოგოს 7 ჩხუბიდან 6 ფინიში აქვს რა. თან ძირითადად პირველ რაუნდებში, ერთი აქვს მეოთხე რაუნდში, ანუ 5 რაუნდიანი ბრძოლას ნაჩხუბი აქვს, მეოთხემდე მისულია, რაც ნიშნავს იმას, რომ
გამოცდილია 3 რაუნდის გარეთ. ნახოთ საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება, თან 21 წლის ძალიან ახალგაზრდაა. ხოლო ერნესტა კარანკატის რაც შეეხება, მას უკვე 2 ჩხუბი აქვს UFC-ში, 1 წაგება და ბოლო ჩხუბი მოგებული 27 წლისაა. არც ის არა ძალიან დიდი ასაკით. თუ მაინც უნდა ავირჩიო, რომელიმე ამ ორი მებრძოლიდან ავირჩევ რეჯინა ტარინს. შემდეგი ბრძოლა ერიკ სილვა ფრანსის მარშალის წინააღმდეგ. ერიკ სილვას აქვს 2 ბრძოლა UFC-ში. ორივე წაგებული მოდის დანა ვაიტის კონტენდერების სერიიდან, იქ მოიგო მან ბრძოლა, თუმცა შემდეგ წარმატება ვერ ნახა UFC-ში. ბოლო ბრძოლაში აქვს მუხლის ტრავმა, ძალიან ცუდი მუხლის ტრავმა აქვს მიღებული. ასაკითაც დიდი არის, 38 წლისაა. მისი მეტოქეა ფრანსის მარშალი, 26 წლის პროსპექტი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა თავიდან UFC-ში. ბოლო ბრძოლა მეირონ სანტოსთან აქვს წაგებული სპლიტით, თუმცა ის ბრძოლა ვფიქრობ მსაჯებმა წაართვეს მას. ის ბრძოლა ალბათ უფრო მისი იყო ვიდრე მეირონ სანტოსის, თუმცა ძალიან ახლო ბრძოლა იყო საერთო ჯამში. მეირონ სანტოსი ისეთი მაღალი დონის მებრძოლია, იმის შემდეგ ისეთი მოგებები აქვს, 2 ზედიზედ ისეთი მოგება აქვს, რომ ერიკ სილვა მეირონ სანტოსთან ახლოსაც ვერ მივა უბრალოდ და ძალიან ადვილია ჩემი აზრით ამ ბრძოლის დაპროგნოზება. ფრენსის მარშალი ჩემი აზრით დაამარცხებს ერიკ სილვას და დიდი იმედი მაქვს ზუსტად ამ ბრძოლით დაიწყებს თავის winning streaks. ბოლო ბრძოლა ვეს შულცი დამიან პინასის წინააღმდეგ. ორივე მებრძოლი მოდის დანა ვაიტის კონტენდერის სერიებიდან. არ ვიცი, ბევრი რამ მათ შესახებ, ერთს აქვს 8-1 რეკორდი, პინას აქვს 8-1 რეკორდი და KO-ში აქვს მოგებული კონტრაქტი, ხოლო ვეს შულც სამიშენით აქვს მოგებული კონტრაქტი. აქ prediction-ს არ გავაკეთებ, მაგრამ აუცილებლად უყურებ ამ ჩხუბს და ეს საუკეთესო გაიმარჯოს. მოკლედ სულ ეს იყო დღევანდელი კარდის განხილვა, UFC მეხიკოს კარდის განხილვა. ვისაც მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ, გამოიწერეთ ჩემი არხით, ამიკომენტარეთ საერთოდ რას ფიქრობთ ამ პიკებზე, თქვენი აზრით გამიზიარეთ და დავბრუნდები შემდეგ კვირას. ეხლა უკვე 9 კვირა ზედიზედ წახალისებულები ვართ UFC-სგან, 9 კვირა ზედიზედ გვაქვს კარდები. და ყოველ კვირა გადავიღებ ესეთ ჩემ prediction-ის ვიდეოს და ასევე ვილაპარაკებ და განვიხილავ განულ კარდს. მოკლედ შევხვდებით შემდეგ კვირას. Peace out.